მე რო ოღონდ იაკობი იყავს, განაიგნები გმოდი. დავფიქრდი, დავთქვი. რადგან ვარ ჩინეუფალო? რატომ არ მოვეწვიმა და ნომერ მეორე საჯარო სკოლის მერვე A კლასელებმა 14 აპრილს ქართული ენის დღეს ვაჟას შემოქმედება. ერთ საგაკვეთილო ქრონომეტრაჟის წარმოდგენად აქციეს. ხათუნა ქილიფთარის კლასმა პედაგოგისვე რჩევით ბუმბერაზი მწერალი და ფშაველი გლეხით თვალწინ გაგვიცოცხლეს. მისი ცხოვრების რთული ეპიზოდები და ნათელი დღეები წარმოგვიდგინეს. ვაჟას შემოქმედების მარგალიტები იადან ბახტრიონამდე კიდევ ერთხელ გადაგვაკითხეს. ქართველი კოსმოპოლიტის თვალით დაგვანახეს ქართული ენის განუმეორებლობა და სამშობლოს ფერი, რომელიც შავ-თეთრი შტიხების მიუხედავად მაინც ნათელი და მრავალფეროვანია. თეატრალურ წარმოდგენას მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები კიდევ მეტ შინაარსა და დატვირთვას სცემდა. მერვე A კლასთან და მათ დამრიგებელთან ერთად თეატრალურ დადგმაზე პედაგოგმა და სცენარისტმა მაია ღლონტმა, სცენოგრაფმა და მუსიკის პედაგოგმა მაია თოთიბაძემ და ქორეოგრაფმა კობა დუნდუამ იმუშავეს. წარმოდგენას სკოლის დარბაზში მოსწავლეები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დღეს ჩვენ ნოდა დუმბადის სახელობის ნომერ მეორე საჯარო სკოლის მერვე პირველი კლასის მოსწავლეებმა წარგიგინეთ თეატრი ვაჟა-ფშაველა, რა ფერისაა ქვეყანა. როდესაც ცხოვრებიდან გამომდინარე ეს ყველაფერი იყო ჩვენს ნამდვილად ძალიან შემეცნები, ამავდროულად საინტერესო და ემოციური. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სრული მიუძღვის ამ დღის გალამაზებისთვის. თოვანებული ვარ. მე მინდა ყველა მადლობა გადავუხადო, ვინც გაუხარდა, მოეწონა და ისე დაემთხვა ქართული ენის დღეს ძალიან მიხარია და კარგად რო ჩაიარა, უფრო კარგი არის. ძალიან მომეწონა. რამდენად მოვიდა? ძალიან, ანუ ესე არასდროს არ დამინახია მართლა ვაჟას შემოქმედებით როგორი იყო ქვეყანა. როცა კლასი გაძლევს საშუალებას, რომ ღონისძიება გააკეთო და განავითარო, ბავშვები ყველანაირად ცდილობ რომ რაღაც ცოტა რთულს შეეჭიდო. ძალიან რთულ თემას შევეჭიდე ჩვენ და მე მგონი გავართვით თავი. ეს ყველაფერი იყო შემეცნებითი, იმიტომ რომ ბავშვებს ჯერ ისე სიღრმისეულად არ აქვს ვაჟა-ფშაველა მერვე კლასში გავლილი, მაგრამ როცა გაივლიან და რაც ეხლა როლი შეასრულეთ, ეს მათ არასოდეს არ დაავიწყდებათ. 14 აპრილი რა დღეა და რა დანიშნულება აქვს და რა მნიშვნელობა ეს ყველამ კარგად ვიცით. დილიდანვე სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული იყო ჩვენი სასკოლო საქმიანობა, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ღონისძიება მერვე პირველი კლასის მიერ წარმოდგენილმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედების მიხედვით რა ფერისაა ქვეყანა. ჩვენ გულწრფელად ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ამ ღონისძიების მომზადებისათვის კლასის დამრიგებელს, სცენარის ავტორს, შემოქმედებით ჯგუფს. არ ვიცი, აღფრთოვანებული ვარ, ემოციებს ვერ ვფარავ. ვაჟა-ფშაველის შემოქმედების წარმოდგენა ამ ფორმით ერთი კლასის მოსწავლეების მიერ საკმაოდ გაბედული ნათქვამი იყო, რომელსაც ძალიან კარგად გაართვეს თავი. მადლობა ამისთვის ერთხელ კიდევ ჩემს მერვე პირველი კლასის მოსწავლეებს.